ჩემი ყველაზე ფავორიტია ეს ჭრელი. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. ეო პატარა, ვით ჩამოდიხარ? ციმუს სიმპათიურა. სადღაც 25 დღიდან უკვე მოვწყვიტე, არც კი. ამბობენო 40 დღე, 45 დღეო, მაგრამ 45 დღეს ნახდათ ვერ მოვწდიდი, იმიტომ როცა დამოუკიდებლად ჭამენ კურდღლები, ბაჭიები, მათ დედა ნახდათ აღარ სჭირდებათ. უკვე დედა სადღაც 14-დან 17 დღემდე უკვე თავიდან შესაჯვარებელი არის. მაგრამ ამ დროს მომწიფებულები არიან და თავიდან შესაჯვარებლად ყოველთვის მზად არიან. 30 დღე და 35 დღე შეიძლება დაასჭიდეთ მაშინ, როცა ძალიან ბევრი ბაჭიები ყავთ და როცა ბევრი ძე გაზდის და წონაშიდაც ნაკლებია დედა, მას შეიძლება რომ ცოტა ხანს დავაცადოთ, სანამ მასა შეევსება ისევ დაისვენებს ორგანიზმი და მე შეიძლება მისი თავიდან შეჯვარება, მაგრამ 5 ბაჭი აყავდა და 5 ბაჭიას კიდე ველოდებოდა სადღაც 3 თვე ლამის გავყიდე კიდეც. მაგრამ ისე მოულოდნელად გამიკეთა საჩუქარი 14 დეკემბერს დაიბადნენ ესენი. კიდე შეჯვარებულია და სადღაც უკვე 6 იანვარს ველოდები ამათი დედისგან ახალი ბუდეს. ნახოთ რა იქნება, რა თქმა უნდა, მაგასაც ავტვირთავ. ჯამში მყავს 27 გამოზაფხულზე ალბათ ნახე როგორ დახტიან. ჩემი მურიანი. გამოზაფხულზე ალბათ საკმაოდ მეყოლება. ესენიც ამათი წყება 6 არიან, 6 დედალი, 6 მამალი. რა თქმა უნდა, დედლებს დავიტოვებ და მამლები გაიყიდებიან. არც სისხლის არევა არ მინდა. სისხლსაც აურევენ, ძალიან ცუდია. 1, 2, 3 ჯერ შეიძლება კიდე და მე უკვე არა ჯამთელი კურდღლები გამოდიან, არა ჯამთელი ბაჭიები. არ არიან სრულყოფილები და ისეთები, როგორიც უნდა იყვნენ. თორემ თავიდან 1, 2, 3 ჯერ არ აუშავს, მაგრამ მე უკვე ძალიან ცუდია, რომ ერთი ხაზი იქნება სულ. ამიტომ მე მყავს, რა თქმა უნდა, ამათთვის ცალკე, ამათი დედებისთვის და ასე ვთქვათ, ერთი ცალკე ისეთი ყოჩაღი მამალია 7 თვის, ერთმა კარგმა ადამიანმა მაჩუქა. გაიზარდა და ძალიან ყოჩაღია. და იმას გამოვიყენებ ყველა დედლებისთვის. ანუ არც ერთ ხაზი არა. ისიც გოლიათის ჯიშის უნდა იყოს.